ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე. ჩვენ შევეცდებით დღეს მოვისმინოთ პოზიციები, ვინ როგორ ხედავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს. ბატონ ვიქტორ, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. შექმნილი კრიზისი შეიძლება ბევრისთვის აღიარებული, ბევრისთვის არ აღიარებული, მაგრამ აშკარა პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ალბათ კრიზისი, რომელიც სახეზია. როგორ გესახებათ თქვენ პირადად ამ კრიზისის, რას დაარქმევდით შექმნილ ვითარებას და როგორ გესახებათ მისი გადაწყვეტის გზა? ის რომ ჩვენ კრიზისში ვიმყოფებით, ალბათ განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ გავაკეთებთ და მე ძალიან მიგვირს მათი მდგომარეობა, ვინც არ იმჩნევს ან ცდილობს რომ ამ რეალობას გაექცეს. ეხლა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს სხვადასხვა ეთერებით და ძირითადად ამაზე ვთანხმდებით, რომ ამ ვითარებაში სიტუაციიდან, ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ორი. ერთი არის ქვეყნის შიგნით ის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც დღითიდღე იკრებს ძალას და ქვეყნის გარედან ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიღებთ და ვღებულობთ, მაგრამ მე მაფიქრებს ასევე ის გარემოება ქალბატონო დიანა, რომ რაოდენ ძლიერი არ არის ეს პროტესტი, რაოდენ ძლიერი არ არის ის წნეხი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებაზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თითქოს და ხელისუფლება ამას ვერ იმჩნევს, ვერ უსწორებს რეალობას თვალს და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო დამაფიქრებელი და ყველაზე უფრო სახიფათო ამ ვითარებაში. ჩვენ რა თქმა უნდა ნებისმიერ ასეთ ზეწოლას, ნებისმიერ ასეთ წნეხს აზრი და დანიშნულება აქვს ერთ შემთხვევაში თუ ადეკვატურობის და რაციონალური შეფასების ოდნავი მაინც რაღაც გონივრული დოზა იქნება მათი მხრიდან, ვისაც დღეს პრეტენზია აქვს რომ ითვლებოდეს ხელისუფლებად. ამდენად ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ სიტუაციაში, როდესაც პროგნოზირება იმისა და მე ამ ხრივადაც განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ გავაკეთებ თქვენი ეთერით, თუ რა დრო დასჭირდება ამ პროცესს, რომ აი სწორედ ასეთ რეალობას სინამდვილეს გაუსწორონ თვალი და მივიდნენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე, რომ ვითარების გადატვირთვა შეიძლება მხოლოდ ახალი არჩევნების გზით, რა დრო დასჭირდება ამას და რა რესურსის დახარჯვა დასჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, ალბათ ეს დღეს ორი დიდი ამოუცნობი არის. კი ბატონო, შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ რაღაც გარკვეულ ქმედებებში შეიძლება თუ არა ეს ამოვიკითხოთ. მაგალითად, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც ჰქონდა სატელეფონო ზარი მაკრონთან, შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, აი ამ კომუნიკაციაში, როცა შედის ის და ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როცა არავის არ ხვდებოდა და არ იყო ამ ტიპის კომუნიკაციებში, არის თუ არა მისი მხრიდან რაღაც მცდელობები, რომ რაღაც დაალაგდეს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოცნებამ საჯაროდ გაუსწოროს კრიზის თვალი, მის ქმედებებში ამოვიკითხოთ, რომ მან კრიზის თვალი გაუსწორა. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ალბათ მე იგივეს გამეორება მომიწევს, რაც პირველ ნაწილში თქვენი კითხვისა, ხოლო აი შეხედა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ალბათ დიახ, ჩვენ ამას უნდა მივაკუთვნოთ, ასეთი შეფასება უნდა მივცეთ, რომ უკვე ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი ასეთი კონტაქტი არის დამხმარე მასალა, თუ ეს მასალა რა თქმა უნდა დამხმარედ შეიძლება გამოდგეს ოცნების მესვეორთა მხრიდან, რომ ლეგიტიმურობის, ლეგიტიმაციის ერთგვარი ასე ვთქვათ მოჩვენებითი მანტია შემოისხან. უფრო მეტიც ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ოცნების მესვეურები გარკვეულ ფაქტებს, გარკვეულ რეალობას წინ უსწრებენ. ჩვენ აი ესე მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული ოცნების წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ჯერ ადასტურებდა თითქოს და იმას, რომ თელმა რიგმა ქვეყნებმა, ესე იგი, გადაიჭრეს გარკვეული პოზიცია ქვეყნის თანამდებობის პირთა მიმართ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით და მერე მას მოუწია ამ განცხადების პრაქტიკულად დეზავუირება, თუმცა ესეც მოხდა ძალიან უხერხული და ძალიან შეუფერებელი ფორმით. აი ის ვითარება ყველაფერთან ერთად, ქალბატონო დიანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ჩვენ ხშირად ვისაუბრია დისფუნქციაზე სახელმწიფო ინსტიტუტების, იმ ვითარებაზე, რომელიც პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანას დღის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოს ვიმეორებ, ძალიან მოწყვლად ხდის უსაფრთხოების კუთხით, კონკურენტუნარიანობის კუთხით, თუმცა მეორეზე უკვე საუბარი აღარც არის. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ,
აი ზერელე დამოკიდებულებისა და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კუთხით, რომ აი ამ განცხადებების ხარჯზე, ამ სრულ ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე პრაქტიკულად ბატონი კობახიძე და გარკვეული ჯგუფი არ თაკილობს იმასაც, რომ ქვეყნის რეპუტაციული უსაფრთხოება უგულველყოს. ეხლა რეპუტაციული უსაფრთხოება და ქვეყნის რეპუტაციული იმიჯი არის ისეთი რამ, ეს თითქოს და არ არის მატერიალური სიკეთე, მაგრამ ეს ისეთი სიკეთე არის, რომლის აღდგენას, რომლის რეგენერაციას, რომლის დაშენებას მერე მრავალი წელი დასჭირდება. რეპუტაციული უსაფრთხოება კი არის ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ქვაკუთხედი. აი სტრატეგიული კომუნიცირება, რასაც ჩვენ ეხლა ვუყურებთ ქართული ოცნების მესვეურთა მხრიდან და ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან რა უნდა იყოს სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია, ეს უნდა იყოს მავნე ნარატივების გაუნებელყოფა, ჩვენი მოწინააღმდეგეების შესუსტება, მომხრეებისა და ესე ვთქვათ პარტნიორების გამრავლება ჩვენს ირგვლივ და ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფო მედეგობის გაძლიერება. აი ახლა ამ სამი კომპონენტიდან დამერწმუნებით, რომ ის კომუნიცირება, რასაც ქართული ოცნება დღეს ეწევა გარე სამყაროსთან მიმართებაში, ვერც ერთს ვერ უძლებს. ერთი თემა არის და ერთი პრობლემა არის ის საინფორმაციო დაბინძურებული ჰიგიენა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს საკუთარ ამორჩეველთან ერთად, მაგრამ გაცილებით უფრო საშიში და გაცილებით უფრო მავნე არის ის ყალბი სრულ ინფორმაციაზე დაფუძნებული სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელიც პირდაპირ ურტყამს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქვეყნის უსაფრთხოებას და ძალიან დაბლასწევს და პრაქტიკულად ანულებს ქვეყნის რეპუტაციას ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების თვალში. კი ბატონო, ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა. თქვენ პერსონალურად, პირადად როგორ გესახებათ ახლა ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა? ახალი არჩევნები როგორც საუკეთესო საშუალება რაღაც რესტარტისთვის, არ ვიცი, აი შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის და რამ უნდა აიძულოს ივანიშვილი, იმიტომ რომ საუბრობთ ივანიშვილზე როგორც გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირზე ოცნებაში და ქვეყანაში, ბუნებრივია ამ მხრივ, ესე ვთქვათ, ძალაუფლების მქონეზე, რომ წავიდეს ახალ არჩევნებზე. მე საერთოდ როგორც ასეთი აი კონცეპტუალურად ყოველთვის ვეწინააღმდეგები ორ ძალიან მანკიერ მოვლენას ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. ერთი არის პოლიტიკური ვენდეტა, მე არ საუბრობ სამართლებრივ საკითხებზე, პოლიტიკურ ვენდეტაზე და მეორე არის, როდესაც ყოველი მმართველი, ყოველი ფორმაცია ცდილობს ისტორია დაწეროს ხელახლა. და უგულებელყოფს ის, რაც იყო მანამდე, უგულებელყოფს გარკვეულ მემკვიდრეობითობას. აი ჩვენ ახლა პრაქტიკულად რასაც ვხედავთ ქართული ოცნების მაგალითზე, ეს არის ერთგვარი შიში პოლიტიკური ვენდეტის და ეს არის ერთგვარი, რა ვიცი, ვთქვათ, შიში იმისა, რომ ის მონაგარი, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში, თუ ასეთი მოიძებნება და ალბათ ასეთი მოიძებნება, შეიძლება ის განულდეს და შეიძლება ეს თქვათ ისტორიულ მივიწყებას მიეცეს. ალბათ ქართული საზოგადოების მისი შეგნებული ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება უნდა იყოს, რომ ეს ორი შიში ქართული ოცნების მესვეურებს რამენაირად შეუმციროს, გაუნეიტრალოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი არის. ამავე დროს მე კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობთ ქართულ ოცნებაზე, მე არაერთგზის მithmams და სხვა მოსაუბრებსაც დავფიქსირებია თქვენი ეთერით. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია, ეს არ არის გარკვეული იდეოლოგიაზე ან კონცეპტუალურ ხედვაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან ისეთი უცნაური ვერტიკალი, რომელიც პრაქტიკულად აღებმიცემობაზე არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ალბათ ის წნეხის ვექტორი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტიანი, უნდა იყოს მაქსიმალურად მიმართული იმ გარემოცვაზე, რომელიც ალბათ ამ შემთხვევაში ვითომ ქართული ოცნების როგორც პარტიის შემთხვევაში წარმოადგენს მის საქმიან საფრთხეს და წარმოადგენს მის კინეტიკურ საფრთხეს, ანუ კინეტიკაში გულისხმობ უხეში ძალის გამოყენებას. აი სწორედ რომ ის წინააღმდეგობის მოძრაობა და პლუს დასანქცირების პოლიტიკა, რომელიც ფაქტია ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ეს შოლტისა და თაფლაკვერის პოლიტიკა არის, რა თქმა უნდა, მე ძალიან მინძიმს ისევე როგორც ბევრ ჩვენთან ამოქალაქეს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ რეალობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ
მოგეხსენებათ, ხანდახან არის ისეთი ვითარება, როდესაც დოზირებული ერთგვარი, ესე ვთქვათ, სამედიცინო საშუალება, დოზირებული რაც ვთქვათ, ქიმიური საშუალება შეიძლება მისასადაგებელი იყოს, რომ უსწრობა გაასწოროს და ქვეყნის განვითარება გარკვეული საკითხის სწორ კალაპოტში მოიყვანოს. ალბათ ასეთ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ეს უსწრობა ამ წნეხის პირობებში უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ეს წნეხი არ უნდა იყოს იმ დოზის, იმ ძალის, იმ ზემოქმედების, რომ ჩვენ ამოგვაგდოს ერთგვარად, აი როგორ გითხრათ, იცით, აი სტაბილურობის ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, იმიტომ რომ ერთი არის ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ მეორე არის ცვლილების შემდეგ რა ხდება. მე ასევე ეხლა რაღაც სიახლე არ მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით შემოვიდანო, მაგრამ მე ასევე თანაბრად ვიფიქრებდი, ვიმჟელებდი და ღიად ვისაუბრებდი არა მარტო ხელისუფლების შესვლაზე ახალი არჩევნების გზით, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯი, როგორი იქნება შემდგომი ფურცელი, როგორი იქნება შემდგომი ეტაპი განვითარებისა. ვინაიდან შემდგომა ეტაპა განვითარების სწორედ რომ უნდა დაადასტუროს ორი რამ. პირველი, რომ ხელისუფლების შეცვლა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ამ მხრივ სინანულის გზნობა არავის არ უნდა დარჩეს და მეორე, რომ ქვეყანა დარჩება სწორი განვითარების, კონკურენტუნარიანი განვითარების გზაზე. ალბათ ეს შემდგომი ეტაპი უკვე შემოსატანია ჩვენ დისკურსში, იმიტომ რომ ვფიქრი, რომ მხოლოდ არჩევნებზე, მხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებაზე ფიქრი, ეს მხოლოდ ისტორიის სანახევრო წარმოდგენა არის და მეორე ნახევარი ისტორიის ფიქრობ გაცილებით უფრო რთული და გაცილებით უფრო საფასურულო იქნება. კი ბატონო, მადლობა ბატონ ვიქტორ, არ გვაქვს ბევრი დრო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდიაშიც უფრო ვრცლად შევხვდებით ერთმანეთს და ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა პერიოდი ქვეყნის კრიზისის დაძლევა შემდეგ რა იქნება, ამ ყველაფერზე მსჯელობა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.